მოგესალმებით ფსიქოლოგია ტაროს არხზე. დღეს გვექნება გაშლა სასიყვარულო თემატიკაზე და ამ გაშლას დავარქვევ მამაკაცი, რომელსაც სინამდვილეში უყვარხარ, ხო? მამაკაცი ქვია, იმიტომ რომ უმეტესობას გაინტერესებს მამაკაცზე კონკრეტულად, მაგრამ რეალურად, რა თქმა უნდა, ასეთ არსებით გენდერს მნიშვნელობა არ აქვს, ვინც გინდათ იმაზე უყურეთ ეს გაშლა, ხო, გენდერს გულისხმობ, ასე რომ უბრალოდ ზოგადად აუდიტორიიდან გამომდინარე, მაგიტო დავარქმევ ასე და მეც ხოლმე გავამახვილებ ყურადღებას ამაზე, მაგრამ არ არის მანდა მაინც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი, რომ იყოს მამაკაცი. შესაძლოა ვიღაცამ ქალი ჩაიფიქროს, ხო, მაინე ჩემი კატა ითამაშება ძაბს. ხო, ესე იგი, ეს გაშლა დავწერე ამათ წინათ და ვფიქრობ, იქნება საინტერესო, რადგანაც მსგავსი თემატიკა ძალიან ბევრ გამომწერს აინტერესებს, ხო, აინტერესებს ხოლმე. კარგი, გვექნება სამი პოზიცია, როგორც სულ, ხო? სამი ბარათი, პირველი პოზიციის ბარათი, მეორე პოზიციის ბარათი, მესამე პოზიციის ბარათი. გინდათ ბარათებით აირჩიეთ, გინდათ დასტები. პირველი პოზიცია, მეორე პოზიცია, მესამე პოზიცია. შეგიძლიათ აირჩიოთ დასტა, შეგიძლიათ აირჩიოთ ბარათი. ბარათებსაც უფრო ახლოს გაჩვენებთ. პირველი ბარათი ცოტა ძველია, მეორე ბარათი და მესამე ბარათი. ხო? და თვითონ დასტები. პირველი პოზიციის დასტა, მეორე პოზიციის დასტა და მესამე პოზიციის დასტა. ვისაც უფრო მეტი დრო ესაჭიროება, შეგიძლიათ ვიდეო დააპაუზოთ და შემდეგ შემოგვერთდეთ. ხოლო ვისაც არ სჭირდება დრო, დავიწყოთ, ხო? კარგი. გადავწიოთ. ახლა მენერად. ამას გადავწევ, იმას რო შემეშალოს ხელი და აქეთ ვიზა. და დავიწყოთ პირველი პოზიციით. აბა ვნახოთ მამაკაცი, რომელსაც სინამდვილეში უყვარხართ თქვენ, ხო? მამაკაცი, რომელსაც სინამდვილეში უყვარხართ თქვენ. პირველი პოზიცია. ნახოთ, ვინ არის ეს? აჩვენე თვითონ ის მამაკაცი, ვისაც სინამდვილეში უყვარს პირველი პოზიცია. თვითონ ეს მამაკაცი სტუდიაში. მისი სიყვარული. მისი სიყვარული პირველი პოზიციის მიმართ, ხო, მისი სიყვარული. როგორ ურთიერთობებში ხართ ახლა თქვენ ამ პიროვნებასთან? და რჩევა, არის თუ არა აქ პერსპექტივა თქვენთვის. კარგი, ვნახოთ თვითონ მამაკაცი. მეფე, საინტერესოა, ძალიან ეფექტურად დაჯდა. ეფექტური კარტია, არკანი, მეფის არკანი. ესე იგი, მეფე, აქ ჰოროსკოპებზე თუ ვისაუბრებთ, ეს არის ცეცხლის სტიქია აქ. ხშირად უფრო მეფის არკანს ვერძთან ასოცირებენ და არის კიდეც ელემენტი, ხო, აქ ვერძის. ხო, შესაძლოა ეს იყოს ვერძის ნიშანი, თუმცა რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ არის აუცილებელი მანდა მაინც ვერძი იყოს. უბრალოდ ეს არის ესეთი მამაკაცი, აშკარად სოციუმში ისეთი რეალიზებული, რეალიზებული პიროვნება, რეალიზებული მამაკაცი, რომელმაც იცის რა უნდა, შესაძლოა გააჩნდეს მისი ბიზნესი, რაღაცა მისი, სადაც მართავს, ხო? ისეთი შემდგარი, ასე რომ ვთქვათ, შემდგარი პიროვნება, შემდგარი მამაკაცი, რომელმაც იცის რა უნდა, პასუხისმგებლიანია, თქვა გააკეთა, ძალიან შვენიერი, ესე იგი, პლუსში ვყავს აქ მეფე თუ მინუსში? პლუსში ვყავს, შესაძლოა, აქ იმასაც ვიტყვი, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილური, ფორმალური ურთიერთობები, არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ვიღაცასთან შესაძლოა ისე გათამაშდეს ეს სიტუაცია და ეს ვითარება, რომ ეს პიროვნება უკვე იყოს რაღაც ურთიერთობაში, ხო, მაგალითად, გქონდეს ოჯახი. რაღაც ასეთი. მაგრამ ზოგადად ამ პიროვნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილური ხანგრძლივი ურთიერთობები და ეს პარტნიორი რო ყავდეს, საკმაოდ კონსერვატორულია და ისეთია რა, თვითონ უყვარს რო არის მთავარ როლში, წამყვან როლში, ესეთი პიროვნება არის აქ. კიდევ მისი სიგნიფიკაცია ამ მამაკაცის.
ძალიან ენერგიულია, არასდროს არ ისვენებს ეს მამაკაცი. სულ ქმედებებშია, სულ აქტიურია და ერთი სიტყვით რა, აქ შემიძლია ისიც თქვა, რომ რაღაცა არც შეუძლია მომენტში რომ მოდუნდეს და დამშვიდდეს და დარელაქსდეს, ხო? ამასთან დაკავშირებული პრობლემები შესაძლოა ქონდეს, რომ უბრალოდ დაჯდეს და დამშვიდდეს. საინტერესო. კარგი, მისი სიყვარული პირველი პოზიციის მიმართ, მისი სიყვარული. ძალიან ძლიერი სიყვარული. ვიტყოდი, აქ არის ესეთი საწყის სიყვარული, რომელიც მას არასდროს არ ჰქონია. რაღაც მსგავსი ემოციები და გრძნობები არავის მიმართ არ ჰქონია. ეს არის რაღაცა ახალი, რაც მას მომენტში აგრძნობინებს თავს ისევ რაღაც პატარა ბიჭად. ვერ გრძნობს თავს დარწმუნებულად ამ გრძნობებში, ამ განცდებში პირველ პოზიციის მიმართ ძალიან ძლიერი ემოციებია, ტოლვა, ვნება, მიზიდულობა, აქ უამრავი ემოციაა. ისიც შემიძლია ვთქვა, რომ ეს პიროვნება, ოცნებობს აქ პირველ პოზიციაზე და ძალიან ბევრი რაღაც უნდა თქვენთან ერთად ამ ადამიანს. ძლიერი ემოციები აქვს. აქ შეგვიძლია სიყვარულზე ვილაპარაკოთ, თუ უფრო ვნებავთ always ფაზაში ვართ. კი. არა, სიყვარულ უმეტესობასთან ამ ადამიანს უკვე კი სიყვარულზე შეგვიძლია ვესაუბროთ. ეს არის სიყვარული და არა უბრალოდ აქ რაღაცა ისეთი ლაითი ვერსია სიყვარულის. არა, აქ არის ძლიერი ემოციები, სიყვარულით შეგვიძლია ამას დავარქვათ, ძალიან ძლიერი ტოლვა. კარგი. როგორ ურთიერთობებში ხართ ამ პიროვნებასთან? 10-იანი თასები. ნახოთ ახლა ამ 10-იან თასებში როგორ ხართ. ასეთ ურთიერთობებშია მამაკაცთან პირველ პოზიციაზე თუ პირიქით არ არის. კი. მე ვიტყოდი აქ თქვენ ხართ ურთიერთობაში ამ პიროვნებასთან. მე ვიტყოდი აქ არაჩვეულებრივ ურთიერთობაში ხართ ამ პიროვნებასთან. გაქვთ კიდეც ურთიერთობა. აქ შესაძლოა ამ პიროვნებასთან გაკავშირებდეთ ოჯახი. ან სტაბილური ურთიერთობა, ან ეს ემოციები ზუსტადაც რომ. ესე იგი პირველი პოზიცია ურთიერთობაში ამ პიროვნებასთან. ეს ნახეთ. მეფე, დედოფალი. კი. მინდა გითხრათ, რომ ვისაც ნამდვილად უყვარხართ, ხო, ეს არის პიროვნება, ვისთანაც ახლა ურთიერთობაში იმყოფებით. ეს არის ეს პიროვნება და მას ნამდვილად უყვარხართ. აქ ლოგიკურია, რომ გეცოდინებათ მისი ემოციები, მაგრამ მაინც დავსვათ კითხავს და პირველმა პოზიციამ იცის, რომ ამ მამაკაცს ის უყვარს ნამდვილად. კი, თქვენ ეს იცით, კი, რა თქმა უნდა, იცით. კატა არის. კატას ხმებია ეს, თუ რამე არ შეიმჩნიოთ. კარგი, მაშინ როგორ გრძნობს თავს, ვარ? პირველი გადმომივარდა ორი კარტი, დავახედე რა არის. როგორ გრძნობს თავს პირველი პოზიცია, ამ ურთიერთობაში ამ მამაკაცთან, როგორ გრძნობს თავს? სტაბილურად გრძნობთ თავს, ძალიან ისე სტაბილურად, ენდობით ამ პიროვნებას, თუმცა აქ იგრძნობა რაღაც მოწყენილობა. აქ მოწყენდა რაღაცნაირად, ხო, ბევრი რაღაც შესაძლოა აქ უკვე ძალიან ბევრი სირთულე გადალახეთ ერთად, ბევრი ისტორია გადალახეთ ერთად, ან რაღაც კრიზისულ ასპექტში ხართ, კრიზისულ ეტაპზე ხართ ურთიერთობის, რის გამოთაც შესაძლოა თქვათ, რომ რაღაცა ამ ურთიერთობაში ძალიან მოვიწყინე, ან თითქოს ურთიერთობამ რაღაც ფერადობა დაკარგა, ხო? რაღაც ხიბლი დაიკარგა ამ ურთიერთობაში, რაღაც უფრო მეტი პესიმიზმი, მელანქოლია, სირთულეა, ხო? და ეს არის აქ. კარგი, პერსპექტივა რჩევა. ბოდიშეთ, მომიწია დაპაუზება. ხო, ესე იგი აქ რჩევა და პერსპექტივა აქ ამ ურთიერთობაში აშკარად არის. ამ ურთიერთობაში არის გასაღები, პირადად თქვენი წარმატების, თქვენი ცხოვრების წარმატების, ასევე ეს ურთიერთობა ძალიან ისეთია, როგორ ვთქვა, ძლიერი და მკვრივი და კიდევ უფრო გამკვრივდება. ასევე ამ ურთიერთობაში არის იმის პერსპექტივაც, რომ მიაღწიოთ ისეთ ურთიერთობას, რადგან ოცნებობდით, მაგალითად, გყავდეთ შვილები, ხო, ვისთვისაც ეს აქტუალურია. შვენიერი პერსპექტივებია. მე ვხვდები აქ რატო უყურებს პირველი პოზიცია გაშლას. აქ ძალიან კარგი გაშლა პირველ პოზიცია. კარგი რჩევა პირველ პოზიციას.
რჩევა, მზე, აი უბრალოდ ისიამოვნეთ ამ ურთიერთობით, ხო? ისიამოვნეთ ამ ურთიერთობით, დააფასეს ეს ურთიერთობა, ეს ადამიანი და ნუ იქნები ზედმეტად ეგოცენტრულები, ხო? ნუ იფიქრეთ მხოლოდ საკუთარ თავზე. და ასევე პირიქით, ვინ საკუთარ თავზე საერთოდ არ ფიქრობს და ისქეთ სულ იძლევა სიყვარულს, ითფოს, ყურადღებას, ასევე საკუთარ თავის არ დაივიწყოთ, ხო? ჯანსაღი ეგოიზმი რჩევა და ასევე აქ კიდევ ერთხელ ვისთვისაც აქტუალურია ბავშვების თემა არის აქ, ხო? ეს ძალიან ისე მომდის ეს ინფორმაცია და ასე რომ უნდა გავაჩღერო შემიძლია სხვანაირად და დადგმით ამ ურთიერთობით ეს მართლა ამ ადამიანს მართლა ძალიან ძლიერად უყვარხართ და აქ ძალიან არაჩვეულებრივი პერსპექტივები გაქვთ კიდევ და კიდევ ამ ადამიანთან. წარმატებები პირველ პოზიციას, ვისაც მოეწონა ეს გაშლა, აუცილებლად დალაიქეთ, დატოვეთ კომენტარები, ყველა კომენტარს ვკითხულობ და მიხარია თქვენი უკავშირი, ხოლო ვისაც არ გამოუწერეთ ჩემი არხი, გამოიწერეთ და რა თქმა უნდა გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე, ბედის მატრიცის კონსულტაციებზეც გელოდებით ამ ყველაფერს. ჩემი კონტაქტები არის ამ ვიდეოს ვერ მოგთ. ჩვენ კი გავაგრძელოთ ისტორია, გავაგრძელოთ და გადავიდეთ მეორე პოზიციასთან. მივესალმები მეორე პოზიციას. ნახოთ სინამდვილეში ის მამაკაცი, ვისაც უყვარხართ. ხო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მამაკაცი, ზოგადად მამაკაცს ფიქრობენ ხოლმე და მამაკაცის უფრო აინტერესებთ, ამიტომ აქედან გამომდინარე, მაგიტომ ვამახვილებ ამ გენდერზე ყურადღებას, თორე ისე არ აქვს რა თქმა უნდა მნიშვნელობა, ვისაც როგორი გენდერი უნდა, ის ჩაიფიქროს აქ. ჩაიფიქროს რა? მოусმინოს, იფიქროს, არ ვიცი როგორც გინდათ. კარგი. აბა, მაჩვენეთ მამაკაცი, რომელსაც სინამდვილეში უყვარს მეორე პოზიცია. მაჩვენეთ ეს მამაკაცი, მისი სიყვარული, გრძნობები, ნამდვილი მეორე პოზიციის მიმართ, ხო? რა ურთიერთობაში იმყოფება ხო მეორე პოზიცია მამაკაცთან და რჩევა მამაკაცთან დაკავშირებით და უფრო მთავარი თუ არის პერსპექტივა აქ. თვითონ მამაკაცი. სამართლიანობა. თან ძალიან საინტერესოა ნახეთ, აქ ხო შეყვარებულები ორია, ხო? და აქაც სამართლიანობა ორია. არ გამოურიცხავ იყოს ისეთი ნიშნის წარმომადგენელი თუ ასტროლოგიას მიუბრუნდებით ისევ, რაც სადაც ორია, ხო? მაგალითად, სასწორი და ორივე ჰაერის სტიქია შეყვარებულებიც და სამართლიანობაც აქ ჰაერს უკავშირდება ორივე, ასე რომ სასწორი, ტყუპები სასწორი ტყუპები მერწყულით შესაძლოა, მაგრამ მე უფრო ვგრძნობ აქ სასწორს ტყუპებს, ხო? თუმცა რა თქმა უნდა, ეს არ არის მანდა მაინც ეს, უბრალოდ ვაჟღერებ ამ ინფორმაციას, რადგანაც რაღაცნაირად მინდოდა რომ ეს მეთქვა და ამაზე ყურადღება გამემახვილებინე. კარგი, კიდევ, ესე იგი სამართლიანობის მიხედვით აქ როგორი მამაკაცია ეს, როგორი მამაკაცია? ძალიან დაფიქრებული, ამას ვიტყოდი, ესე იგი, დაფიქრებული რეალურად, ძალიან დაფიქრებული, ძალიან აქ მაღალი ინტელექტუალურ შესაძლებლობებთან გვაქვს საქმე, განვითარებული, განათლებული, ყველაფერს წინ განჭვრეტავს, ანუ უყვარს დაგეგმვა, უბრალოდ ისე არაფერს არ გააკეთებს, თუ მას ეს არ აწყობს, არაფერს არ გარისკავს და არ იზამს ეს პიროვნება, ეს მამაკაცი იმ შემთხვევაში, კარგად დაფიქრდება, კარგად დალაგდება, თუ არის იქ მისთვის რამე, თუ მისთვის იქ რაღაც შანსებია, მაშინ შესაძლოა რაღაც მოიმოქმედოს, მაგრამ მოქმედებს კონკრეტულად გეგმის მიხედვით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცოტა ისეთი ნაკლებ ემოციურია, კი? ნაკლებ ემოციურია, უფრო მეტად ანალიტიკურია, ფიქრობს საკუთარ თავზე. ემოციებს გაურბის, აქ ეშინია ემოციების ამ პიროვნებას. შესაძლოა გქონდეს გარკვეული პრობლემებიც, აი ამ ემოციურ მხარეს, რაც უკავშირდება. ხო? კარგი, კიდევ ეს მამაკაცი კიდევ ვიჩვენე. ძალიან ესეთია სტაბილური, კი, ძალიან სტაბილური მამაკაცი, რომელსაც დაეყრდნობი, ანუ ენდობი მას. კი, ენდობი, კი, ანუ თუ იტყვის, გააკეთებს, კი. უბრალოდ აქ ისეთი მომენტები, რომ თუ არ აწყობს შესაძლოა შეიცვალოს აზრი, მაგრამ რეალურად თუ რამეს დაგპირდათ ეგ ადამიანი შეასრულებს, ხო? ძალიან ისეთი საინტერესოა. მომწონს, რასაც ხედავ აქ მე. კარგი, მისი სიყვარული, მისი ემოციები მეორე.
აქ ძალიან საინტერესოა. მე ვიტყოდი მისი სიყვარული აქ აი პირველ პოზიციასთან სულ სხვანაირი ენერგიები იყო, ხო, სიყვარულსაც უკავშირდებოდა. აქ კიდე გვაქვს სიყვარული ცივი, ინტელექტუალური, მაგრამ სტაბილური და პრაქტიკული. აი რაღაცა ასეთი, რომ აი ამ ადამიანს, ამ მამაკაცს უფრო სიყვარული სხვანაირად ესმის, ხო? სხვანაირად თვითონაც სხვანაირად წარმოაჩენს ამ მის ემოციებს და გრძნობებს, როდესაც განიცდის, ხო, ვინმეს მიმართ, ამ შემთხვევაში მეორე პოზიციის მიმართ, ის არის ძალიან სტაბილური, ხო? მაგალითად, მე მინდა ეს და მე ნელი პატარა ნაბიჯებით აუჩქარებლად ვაკეთებ ამას, ხო? აი რაღაც ასეთი სიყვარული, უფრო სტაბილური და პრაქტიკული და მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ იყოს იქ როგორ თქვა კონკრეტულობა, რომ იცოდეს რა ხდება, იცოდეს რა ფორმატშია, რას გრძნობენ მის მიმართ და რაღაც ყველაფერი იყოს დალაგებული, გარკვეული, ხო? თქვენს მიმართ ძალიან დიდი ნდობა აქვს, ასე ნდობა აქვს ესე იგი. კი, აქ ძალიან გენდობათ ეს პიროვნება და ასეთი პიროვნებისთვის ეს არის ძალიან იშვიათი, მინდა გითხრათ, ასე რომ აქ ეს ადამიანი ლიშბი ვინმეს არ ენდობა, ამისთვის ბევრი რამს არის საჭირო, რომ ასეთმა ადამიანმა ვინმე შემოუშვას მის გულში და თქვენ ეს პიროვნება გენდობათ, მზად არის რომ რაღაც მოგცეთ, ხო, რაღაც ასე რომ ვთქვათ, მოგართვათ, შემოგთავაზოთ და სტაბილურად ამაზე იმუშაოს, ხო? ანუ სტაბილური ერთგული სიყვარულით უყვარხართ ამ პიროვნებას და ძალიან ინტელექტუალურიც, ანუ მოსწონს თქვენთან საუბრები, მოსწონს თქვენი პიროვნება, მოსწონს თქვენი სიძლიერე, გარეგნულადაც ძალიან მოსწონხართ, ხო? და ძალიან გაფასებთ კიდე. აი ასეთი გრძნობები აქვს ამ პიროვნებას მეორე პოზიციის მიმართ, ხო? აქ ამ პიროვნებას ასე უყვარს მეორე პოზიციაზე ხმამაღლა ვთქვათ, თუ უფრო ნება ინტერესი მოწონება უყვარს. ვნება რა თქმა უნდა, სამი დედოფალი ამოხვედით უკვე ამ მამაკაცის სახით, პენტაკლების დედოფალი, თასების დედოფალი იყო აქ, თასების დედოფალი და კვერთხების დედოფალი, ანუ სამივე დედოფალი ხართ თქვენ მისთვის, ძალიან ბევრი ხართ თქვენ მისთვის, ყველანაირად გიყურებთ, ანუ როგორც სტაბილური პარტნიორი, ანუ საპერსპექტივო ურთიერთობა, ხო, ამისთვისაც ქალი, რომელთანაც მოსწონს, რომელთანაც ხალისიანად ატარებს დროს, რომელიც მას აინტერესებს, რომელიც აღფრთოვანებულია, რომელიც მას გაუგებს, ინტუიციურად მოусმენს, გაუზიარებს სიყვარულს, აი ყველაფერი ამაში გიყურებთ თქვენ ეს ადამიანი და კი შეგვიძლია აქ ვისაუბროთ სიყვარულზე, უბრალოდ ეს არის რაღაც აი სიყვარული აი ესაა იწყება, ხო? ან რაღაც ახალი, აი თვითონაც ბოლომდე არ იცის სიყვარული უწოდოს თუ რა უწოდოს, ამას მაგრამ ეს არის მისთვის რაღაც ახალი ემოციებია, რადგანაც ემოციებში ცოტა მოიკოჟლებს ეს პიროვნება, ხო? როგორი ურთიერთობა გაქვთ, რა ურთიერთობებში ხართ ახლა? მეორე პოზიცია აი ამ პიროვნებასთან. ორი. აქ არ არის კონკრეტულობა. აქ არის როგორც სახის ურთიერთობა, იცი, ჯერ თქვენ თვითონაც რო არ იცით, რაღაც ერთად ვართ, მეგობრები ვართ, ნაცნობები ვართ, ანუ არ ვიცით, არ ვართ ჩამოყალიბებული, შესაძლოა ვიღაცები არჩევნის წინაშე იდგნენ, რომ აი ამასთან რაღაც განვავითარო და დავიწყოთ თუ არა, ხო? შესაძლოა ასეც იყოს. შესაძლოა იყოს რაღაც სამკუთხედი, ოთხკუთხედი, ხო? მაგალითად ამასთანაც და სხვასთანაც ურთიერთობა, ხო? ესეც შესაძლოა იყოს აქ. კიდევ მინდა აქ უფრო მეტი ინფორმაცია, როგორ ურთიერთობაში არის მეორე პოზიცია ამ პიროვნებასთან. ანუ რაღაც სტაბილური ფორმატი, აქ არ არის სტაბილური ფორმატი. აქ არის გაურკვეველი და ორი ქურმი ქალი. აქ არის გაურკვეველი ფორმატი და პირდაპირ ქურმი ქალი სარკანი ამოვიღე ამ შეკითხვაზე. კი, აქ არის გაურკვეველი ფორმატი, უცნობია ფორმატი, ამას ვიტყოდი, ასე რომ აქ გაურკვეველია. ზუსტად რა ფორმატში იმყოფებით, მაგრამ მაშინ ასე ვიკითხავ, მეორე პოზიციას მოსწონს ეს მამაკაცი? კი თუ არა. არა, აი თქვენ არ მოგწონთ. თქვენ რაღაც არ ხედავთ ამ მამაკაცში შანსს. რატომ? სხვაზე ოცნებობთ. თქვენი ყურადღება სხვა ადამიანის მიმართ, სხვა მამაკაცით არის დაკავებული, ასე რომ ვთქვათ, თქვენ რაღაც სხვაზე ოცნებობთ და ამ მამაკაცს რატო? ნუ არა, რაღაც არ მიგაჩნიათ რა. შესაძლოა უკვე გაკავშირებდეთ ამ ადამიანთან ისტორია და ამიტომ, ანუ უბრალოდ არ ენდობოდეთ ამ კატეგორიის მამაკაცს და ფიქრობდეთ, რომ არა, ეს ისევ ისეთია, რაღაც არ გამოვა, ხო? ნახოთ, სინამდვილეში პერსპექტივა ამ პიროვნებასთან. არის აქ პერსპექტივა თუ არა?
კიც კი და კიც არა. ასეთი ვითარება გვაქვს აქ. აქ ვიღაცებისთვის კი, ვიღაცებისთვის არა, ხო? ნუ აქ ასე არის რა. ნუ რადგანაც საჯაროა გაშლა, ასე ვიტყვით, რომ რეალურად აქ არის პერსპექტივა. აქ არის იმ შემთხვევაში პერსპექტივა თუ თვითონ მეორე თუ არ მამაკაციც. რა თქმა უნდა, ამ მამაკაციც არის და თვითონ ამ მამაკაც უნდა რომ რაღაც რეალური სტაბილური განუვითარდეს მეორე. კი, მას ძალიან უნდა სხვათა შორის რომ თქვენთან რაღაც ისეთი უფრო მეტად სტაბილური, სიღრმისეული ურთიერთობა დაამყაროს. მას ეს სურს და მეორე პოზიციას არ სურს. და ამიტომ არის რომ პერსპექტივა ამიტომ არის რაღაც გაურებული პერსპექტივა აქვს. კარგი, მაშინ როგორ მოიქცეს ამ მამაკაცთან დაკავშირებით მეორე პოზიცია? არ შეეშინდეს? არ შეგეშინდეთ არჩევნის გაკეთება აქ. რაღაც ასეთი, არ შეგეშინდეთ თქვენი არჩევნის გაკეთება. განთავისუფლდით თქვენი წარსულის მიჯაჭვულობებიდან. აი, მაგალითად ხო ამოვიდა რომ რაღაც სხვა ადამიანით ხართ გატაცებული ან შესაძლოა ვინმე აქ წარსული ურთიერთობას მისტირის კიდევ და ამ დროს აი არის ვიღაცა ხო? აი განთავისუფლდით თქვენი წარსული სიტუაციებიდან ან პარტნიორებიდან, რომლებიც არ გაძლევთ შესაძლებლობას, რომ რაღაცა რეალურად ისეთი პარტნიორი აირჩიოთ, ვისთანაც არის პერსპექტივა რეალური, ხო? აი ამისგან, ამ ძველი ბორკილებისგან განთავისუფლდით და იცოდეთ, რომ თქვენ ხართ თავისუფალი, რომ აირჩიოთ ის, რაც გინდათ, ანუ თქვენი გადასაწყვეტია, ხო? რეალურად ამ პიროვნებასთან იქნება რამე, არ იქნება რამე, მიცემთ შანსს თუ არა. და ზოგადად როგორ მოექცეს ამ პიროვნებასთან, ხო? აშკარად მიაქციოთ ყურადღება. მიაქციოს წასვლა კი რა არის, იცით, იმასაც ვიტყვი, რომ შესაძლოა ვიღაცასთან ამ პიროვნებასთანაც იყოს ზუსტად ის, რომ ამ პიროვნებასთან უკვე გაკავშირებდეთ რაღაც გარკვეული წარსული, ხო და მოდი ასე ვიტყვი მაშინ. ასე ვიტყვი მე აქ. ვინც ახლა გრძნობს, რომ აუ ეს ის პიროვნება, ვისთანაც მე უკვე მაქვს წარსული და ნუ ან ყოფილი ან ძველი ან ვიღაც ასეთია, ხო? ამ შემთხვევაში, მაშინ რა თქმა უნდა დაასრულეთ ეს ისტორია. თუ ეს არ არის თქვენი ძველი პარტნიორი და ამ პიროვნებასთან რაღაც ისეთი წარსული ისტორია არ გაკავშირებთ, მაშინ აქ შესაძლებელია რომ იცეთ ამას შანსი. მაგრამ ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ დაასრულოთ თქვენი ძველი ურთიერთობა ან ურთიერთობები ან რაღაც ძველი ურთიერთობის სცენარებიდან გამოხვიდეთ და დაასრულოთ ის, რაც გაბრკოლებთ, რომ შეხვიდეთ რაღაც ახალ ურთიერთობებში, სადაც გექნებათ პერსპექტივა, ხო? აი, უფრო ასე დავალაგებდი მე ამ ისტორიას აქ. ესე რომ ხო. ნუ წარმატებები მეორე პოზიციას თუ მოგეწონათ ეს გაშლა დალაიქეთ ეს ვიდეო, დატოვეთ კომენტარი, გამიხარდება თქვენი უკავშირის წაკითხვა, გელოდებით ვისაც გსურთ ინდივიდუალურად თქვენი სიტუაციების განხილვა და უფრო კონკრეტულად განხილვა სიტუაციის ვითარების და პროგნოსტიკა და დიაგნოსტიკა გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე, ვისაც ჩემი არხი ჯერ კიდევ არ გამოიწერია, გამოიწერეთ. ჩვენ კი წავიდეთ ნახოთ რას მოგვყვება მესამე პოზიცია. ხოთ მესამე პოზიციის დასტა. მივესალმები აქ მესამე პოზიციას, ვინც ახლა შემოგვერთა. ნახოთ ის მამაკაცი, ვისაც სინამდვილეში უყვარს მესამე პოზიცია. ნახოთ ეს დიდი გრძელი კარტებია და რთულია. შეხათ. კარგი, მაჩვენეთ ის მამაკაცი, ვისაც სინამდვილეში უყვარს მესამე პოზიცია. თვითონ ეს მამაკაცი მაჩვენეთ, მისი გრძნობები, ან როგორი სიყვარულით უყვარს აქ მესამე პოზიცია. როგორ ურთიერთობებში აქ მესამე პოზიცია ამ პიროვნებასთან და პერსპექტივა მესამე პოზიციის ამ პიროვნებასთან. ვნახოთ თვითონ მამაკაცი. ძალიან საყვარელი მამაკაცი. მამაკაცი, აი ვიტყოდი რაღაც მომენტში ბავშვური.
ხო, შესაძლოა გამოიყურებოდეს კიდეც რაღაც ბავშვურად, ახალგაზრდულად, გულუბრყვილოდ, ან რაღაცა ცისფერი თვალები გქონდეს, ესეც შესაძლებელია. ან კიდევ რაღაც წყლის სტიქის წარმომადგენელიც იყოს. ამასაც ვიტყვი, ხო? შესაძლოა ვიღაცისთვის ეს ინფორმაციაც აქტუალურია. ძალიან ისეთი, საყვარელი, ეს სიტყვა მომდის აქ აზრად, რომ ძალიან საყვარელი. კიდევ ეს მამაკაცი სულ თასებშია. რა არის? გულნათკენი მამაკაცი. ახლოს გულთან მია ყველაფერი, მაგრამ შესაძლოა ამას არ იმჩნევდეს, ანუ ემოციებს, ესე იგი, აქ არის ასეთი მამაკაცი. ემოციებს არ აჩვენებს, რამე რო ეწყინოს, ეთკინოს ამას არ გეტყვით, შესაძლოა ვერც კი შეატყოთ მის გამომეტყველებაზე, ანუ მისი სახის ექსპრესიით ვერც კი მიხვდეთ, ხო, რომ ეწყინან ვინმე მგული ატკინა ან რაღაც ან გაბრაზდა, ხო? იმიტომ რომ ემოციებს არ აჩვენებს ეს ადამიანი, მაგრამ სინამდვილეში ძალიან სენსიტიურია და ყველაფერი ახლოს მიაქვს გულთან. ასეთი სიგნიფიკაცია გვაქვს აქ. საინტერესოა და ძალიან, სინამდვილეში ძალიან საყვარელი ადამიანი. აი, ეს სიტყვა არ ამომდის თავიდან, აქ მინდა ვიძახო ეს. მისი სიყვარული, მისი გრძნობები. ეს რა არის აქ? ეს რა არის აქ? შოქში ვარ. აქ არის, ვაიმე, არ ვიცი, აქ ენით აუღწერელი ვნება. ენით აუღწერელი ტოლვა, ვნება მესამე პოზიციის მიმართ აქვს ამ მამაკაც მესამე პოზიციის მიმართ. აი რაღაცა ისეთი, რასაც ვერ აკონტროლებს. აი, ხო, არ აჩვენებს ეს პიროვნება ემოციებს. ხო, რაღაც მიჩვეულია, რაღაცნაირად აკონტროლოს ემოციები, ან გაიქცეს. აი, თქვენს მიმართ ემოციებს ეს ადამიანი ვერაფერს ვერ უშვება. ეს მას ანგრევს, გადარეული არ ვიცი. მართლა არ ვიცი, აი, ძალიან შოქშია. და მე შოქში ვარ. ძალიან ისეთი გზნობები აქვს, ვნება, ტოლვა, ისეთი ვნება და ისეთი უტოლვა, აი რომ ვერც ივიწყებ, ვერც თავისუფლდები ამ ემოციებიდან და რაღაც არ ვიცი, რაც არ გიშვებს და არ გავიწყებს ადამიანს და სხვას ვერც კი უყურებ, არც კი გაინტერესებს, არავინ შეპყრობილი. აი შეპყრობილია თქვენ, ასე ვიტყოდი. შეპყრობილია თქვენი. ასე დავარქმევდი მეობას. რა თქმა უნდა, ახლა ჯანსაღობით და რაღაც ფსიქოლოგიური ტერმინებით თუ ვისაუბრეთ, ამაში არ არის ადეკვატურობა, ეს არის ტოქსიკურობა. მაგრამ ასეთი გიჟემდე ვნება აქ, ხო, ძალიან დიდი ვნება ტოლვა მესამე პოზიციის მიმართ. რატო? უაზრაკი თქვა, მაგრამ არ ვიცი, ასე ამ დონემდე იზიდავთ და მოწონხართ. რა ვქნა? არ ვიცი. რა ვქენით ამ ადამიანს? ანუ აქ არც კი ვიცი რა ვიკითხო. ესე იგი, ამ დონემდე გადარია მესამე პოზიცია, ხო? სტაბილურად, აი თქვენ ხართ მის გულში სტაბილურად, ასე გადარეული ყავთ აქ ვიღაც მამაკაცი, მესამე პოზიცია, რა ხდება? რა ვითარება? რა ურთიერთობაშია მესამე პოზიცია ამ პიროვნებასთან? რა ურთიერთობაშია? აქ რაღაც ასეთი სექსუალური ფორმატები შესაძლოა იყოს, თუ პირიქით არ არის რაღაც ისეთი კონკრეტული. აქ მე ვიტყოდი რაღაც ისეთი ფორმატი, შესაძლოა იყოს friends with benefits, ხო? მეგობრობა, მაგრამ თან მეგობრობა რო არ არის, არ ვიცი ქართულად როგორ თქვა. უფრო ადამიანი ვისთანაც, როდესაც მე მინდა ვხვდები და ვერთობი, ხო? მაგრამ აქ არის გრძობა, ისეთი ურთიერთობა, სადაც არის ინტიმური, ღრმა ემოციური კავშირი, ხო? ანუ მესამე პოზიცია არ უშვებს ამ პიროვნებას ახლოს. არ უშვებთ თქვენ ამ პიროვნებას ახლოს, რადგანაც არ ხედავთ მასში შანსს. რატო არ ხედავთ? რაღაცნაირად ეს ადამიანი ან ეწინააღმდეგება თქვენს მოთხოვნილებებს, ან თქვენ ინტერესებს ეწინააღმდეგება, ან კიდე მას არ სურს ის ფორმატი, რაც თქვენ გსურთ და ამიტომ ეს ადამიანი არ არის თქვენთან ახლოს და თქვენ აკონტროლებთ ამ სიტუაციას მასთან. უფრო აი რაღაც ასე რომ ვთქვათ, ისეთი ურთიერთობა დისტანციაზე გყავთ ეს პიროვნება და რაღაც ახლოს ზედმეტად არ უშვებთ ამ ადამიანს. და თვითონ ეს პიროვნება, თვითონ ეს მამაკაც მესამე პოზიციას მოსწონს.
ძალიან ბევრი ემოცია აქვს მესამე პოზიციას ამ მამაკაცის მიმართ. რთულია ვთქვათ კი თუ არა, იმიტომ რომ აქ კიც გიზიდავთ და რაღაცნაირად გიზიდავთ. მაგრამ ამავე დროულად გაშინებთ და თან არა. აი რაღაცა ასეთი გრძნობები აქვს მესამე პოზიციას ამ პიროვნების მიმართ. კიც მოწონს და კიც არა. რატო ასე? ეშინია მესამე პოზიციას აქ? ეშინია რისი? ეშინია რომ ეს ადამიანი რაღაც ან გააგრძელებს თავის გზას და არ განავითარებს ისტორიას თქვენთან, ან იმის რომ ეს ინფანტილი აღმოჩნდება, ვინც არ აირჩევს სტაბილურ ურთიერთობას, ხო? რაღაც არენდობა, ესე ხო, არენდობით ამ რომანს, ამ სიტუაციას არენდობით, ხო? ასევე აქ შეიძლება იყოს რომანი, ამასაც ვახსენებ, ხო? არენდობით ერთი სიტყვით ამ მამაკაცს, რეალური პერსპექტივა. სიკვდილის არკანი. არავინ არ იცის აქ რა პერსპექტივა იქნება. პერსპექტივა ამ მამაკაცთან აქ არის ძლიერი პერსპექტივა, მინდა ვთქვა. და ეს ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და კარმული თქვენს ცხოვრებაში და ასევე თქვენს სასიყვარულო სფეროში. აქ არის პერსპექტივა, მაგრამ ეს პერსპექტივა რომ რაღაც გააქტიურდეს და რეალობად იქცეს, რა თქმა უნდა, ამას დაჭირდება ძალიან ბევრი დრო, ასე რომ ვთქვათ, იქნება შეწინააღმდეგებები, კამათები, გამიშვი სიტუაციებიც და ამ ყველაფერს დაჭირდება დრო და მოთმინება და რაღაც დიპლომატიური მიდგომა, ასეც ვიტყვი, ხო? რეალურად ღირს რომ მესამე პოზიცია მიცეს შანსი ამ მამაკაცს. როგორი რაღაცა იცი შესაძლოა ამ მამაკაცმა რაღაც მაინც ვერ გაამართლოს თქვენი იმედები. ასე ვიტყოდი აქ. მაშინ რჩევა მესამე პოზიციას ამ კონკრეტულ პიროვნებასთან. რჩევა, რომ რაღაც გამოდით ამ სიტუაციიდან, რა სიტუაციაში ხართ ამ მამაკაცთან და იბწყინეთ, დააფასეთ თქვენი თავი, ხო? გაუტოლებთ თავს იმ ადამიანს, ვინც გამოიჩენს ტოლვას, ინტერესს, ვნებას თქვენს მიმართ, ხო? აქ რაღაც ტოქსიკური ისტორია, მინდა ვთქვა. აქ მნიშვნელოვანია, რომ მესამე პოზიციამ დააფასოს საკუთარი თავი და შეიყვაროს საკუთარი თავი, რომ არ მიცეს უფლება ვიღაცამ ეგრევე რაღაც აგირდაგირიოთ სიტუაციები, ასე რომ ვის დისტანციაზე ხართ ამ პიროვნებასთან, ვიტყოდი, რომ რაღაც მომენტში სწორიც არის კიდეც, ხო? აქ უფრო ვიტყოდი, რომ რაღაც საკუთარ თავს მიხედეთ, ხო? საკუთარ თავს მიხედეთ, საკუთარ ინტუიციას მოусმინეთ, უფრო საკუთარ თავზე გადაერთვეთ და ამ მამაკაცთან დისტანცია არის საჭირო. რატო არის დისტანცია ამ მამაკაცთან საჭირო? არ არის სამართლიანი, ვერ მოგცემთ იმას, რასაც ითხოვთ თქვენ. არ არის სამართლიანი, არ არის სტაბილური, მომენტში შესაძლოა რაღაცები მოიტყუოს, მოთამაშე ტიპაჟიც შესაძლოა იყოს. მოთამაშე ტიპაში რას გულისხმობ? აგაგდოთ, გაგხადოთ დამოკიდებული მასზე და შემდეგ წავიდეს. ხო, რაღაც ასეთი რაღაცნაირი ტოქსიკური პიროვნება, ან სასიყვარულო სიტუაციაში ყოველ შემთხვევაში. და კიდევ ერთი რჩევა მესამე პოზიციას აქვს. დაფიქრდით, არ აჩქარდეთ, ხო? არსად არ შეხვიდეთ და არ შეყოთ თავის, სანამ არ დაფიქრდებით. გაიხედეთ წინ, რას მოგიტანთ ეს და რაღაცა აუჩქარებლად, ნელ-ნელა გადადგით ნაბიჯებიდან. ამ მამაკაცთან დაკავშირებით რჩევა უკვე გითხარით, ასე რომ ვუსურვებ აქ მესამე პოზიციას წარმატებებს, ვისაც სურს უფრო დეტალურად, კონკრეტულად განიხილოთ თქვენი მოვლენების, სიტუაციების პროგნოზი და დიაგნოსტიკა, გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე. წარმატებებს ვუსურვებ ყველას და დროებით.